ისამ მახაჩევმა ეს მართლაც შეძლო და ამ საღამოს ოფიციალურად დაწერა ისტორია. თუმცა ამ ბრძოლამდე პირდაპირ რომ ვთქვათ, ყველას აბუჯად ჰყავდა აგდებული ანგარი. ფანები უსასრულო მემებს ავრცელებდნენ და ესწმუნებოდნენ, რომ გარი უბრალოდ ველოსიპედზე შეჯდებოდა, გაიქცეოდა და ისლამს 5 რაუნდის განმავლობაში მოუწევდა მასთან გამოდევნება. მაგრამ რატომ იყო ასეთი ზედმეტი პატივისცემა ბრძოლის დროს მაო, მართლა ვერ ხვდები. ეს ბრძოლა ისეთი რამ არაა, სადაც ერთმანეთს უნდა ვეხუტებოდეთ. ამ ვიდეოში ყველაფერს მოგიყვებით, ყველაზე გიჟური გამოხმაურებებიდან დაწყებული, დიდი ბრძოლების ანონსები დამთავრებული, ასე რომ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. სანამ საღამოს მთავარ ბრძოლაზე გადავიდოდეთ, სწრაფად გადავალო თვალი რამოდენიმე ჩხუბს, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. ტურნირი მოულოდნელი სენსაციით დაიწყო. კედგიზი ოროლბაი ამერიკელ ჯერემია უელს შეხვდა. ბრძოლა უელსის გამარჯვებით დასრულდა. მან მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა ფსონს ოროლბაის მახრჩობელათი მოგებაზე ჩამოდიოდა, მასმა მისი 40-იანი მოგებათა სერია შეწყვიტა. UFC-ში ტრეიშენ გორი ვისენტე ლუკეს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. თანაც ისე, რომ ბრძოლისას რამოდენიმე წინა კბილიც კი დაკარგა. აი ნამდვილი რკინის კაცი, ეს გორისთვის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. ჩარლზ ჯონსონმა ბრაზილიელი ედუარდო ენრიკე მესამე რაუნდში მახრჩობილათი დაამარცხა. ეს UFC-ს ისტორიაში მხოლოდ მეხუთე მსგავსი დაფინიშებაა და თანაც მეორე სულ რაღაც 2 თვეში. მას შემდეგ, რაც ივნისში ყირგიზმა მურთაზილ მაგომედოვმა შეასრულა იგივე. ემოციური მომენტი. 40 წლის ედისონ ბარბოსა არგენტინელ ესტებან ბოვიჩთან მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. რის შემდეგაც UFC-დან წასვლის შესახებ განაცხადა. ბარბოსამ MMA კარიერა 24 მოგებითა და 15 მარცხით დაასრულა. ის სპორტის ნამდვილი ლეგენდა, ასე რომ დიდი მადლობა ყველა გიჟური ბრძოლისთვის. ედსონ ის შემოვნე პენსიით, ეს დამსახურებულია. და ბოლოს ქალთა სატიტულო ბრძოლაში მაკენზი დერნმა წარმატებით დაიცვა ქამარი ჯილიან რობერტსონთან და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ახლა კი ვისაუბროთ იმ ბრძოლაზე, რომელსაც ყველანი ველოდით. ისამ მახაჩევმა ოქტაგონში ფეხი შედგა, რათა ნახევრად საშუალო წონის ქამარი პირველად დაეცვა. სასწორზე ბევრი რამე დომანს ანდერსონ სილვას ძველი რეკორდის მოხსნის რეალური შანსი ჰქონდა. მისი მეტოქე გახდათ იანგარი, მართალი რომ ვთქვათ, ეს ბიჭი ვარსკვლავია, გიჟურ რაღაცეებს ამობს. ცოლის გამო სასაცილო სიტუაციებს შეხვევა, მაგრამ ამავდროულად აბსოლუტურად გულწრფელია. გალიაში კი მართლა ძალიან კარგი. ერთადერთი კაცი, ვისაც ის დაუმარცხებია შავკატ რახმანოვია და ის ბრძოლაც კი თანაბარი იყო. გარის მხარეს ახალგაზრდობა და გაბარიტები გახდათ, სიმაღლისა და ხელის წვდომის და ასევე თეიქდაუნებისგან კარგი თავდაცვის შესაძლებლობა. ყველა მიცოდა, რომ მახაჩევი ფავორიტი იყო, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ იოლი გასეირნება არ ელოდა. აი რამ გახადა ეს ბრძოლა დასაწყისიდანვე საინტერესო. გარი თითქმის ყველაზე მაღალია. მათ შორის, ვისაც მახაჩევი ოდესმე შეხვედრია 178 სანტიმეტრი 191 სანტიმეტრის წინააღმდეგ, ეს უზარმაზარი სხვაობაა. როცა სიმაღლეში ასეთი სხვაობა ყველაფერი იცვლება. გარი მიცოდა, რომ მახაჩევი ახლოს არ უნდა მიეშვა. მისი გეგმა ალბათ ხელის წვდომის გამოყენება, დისტანციის დაჭერა და ჩემპიონის შორიდან დაღლა იყო. ბრძოლა ნელა დაიწყო. პირველ წამებში დარტყმები თითქმის არ ყოფილა. ორივე მებრძოლი ცენტრში იდგა და ერთმანეთს ვერავდა. პირველი წუთის მიწურის მახაჩევმა სუფთა თეიქდაუნი შეასრულა. გარი გალის ღობესთან მიცოცხლდა, მახაჩევმა კი ფეხებში მუხლების დარტყმა დაუწყო. გარიმ გაძლო და რაუნდი დასვით პოზიციაში გადაიტანა, მაგრამ აშკარა იყო, რომ პირველი რაუნდი ისლამს დასჭა. ის სულად აკონტროლებდა სიტუაციას, თუმცა დიდი ზიანი არ მიუყენებია. პირველი რაუნდიდან უკვე ეტყობოდა, რომ ეს იოლი გასეირნება არ იქნებოდა. გარის გაბარიტებს მნიშვნელობა ჰქონდა. მეორე რაუნდში გარი უფრო აგრესიულად გამოვიდა, მაგრამ მალევე ორივე ისევ ფრთხილი დარტყმით სტილს დაუბრუნდა, რადგან რაუნდის შუაში დიდ რისკზე წასვლა არ აუვისურდა. გარი მახაჩევი გალიისკენ მიემწყდია, მაგრამ ჩემპიონი გამოძვრა ამ სიტუაციიდან და ამ დროს გარი ფეხის დარტყმით დააგდო. ეს ალბათ მთელი ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომენტი იყო. ხალხი გაგიჯდა, ხაბიბი ემოციებს ვერ მალავდა, როცა ისლამმა გარი დააგდო.
მახაჩევი და საფინიშებლად გაემართა, მაგრამ გარი როგორღაც გადარჩა, თუმცა მაინც ქვემოდან აღმოჩნდა. ასია თუ ისე რაუნდი ისევ აშკარად მახაჩევმა წაიღო, გარი კი უბრალოდ რაუნდის დასრულებას ელოდა. მესამე რაუნდმაც იგივე სცენარით ჩაიარა, დგომში შეტევის წამოწყება არცეთ სურდა, ორივე კონცხი შეტევას ელოდა. დაახლოებით მესამე წუთზე მახაჩევმა ლამაზად წააქცია, მაგრამ გარი ეგრევე ფეხზე წამოდგა და საპასუხოდ კარგი მაღალი დარტყმაც გაატარა. მთლიანობაში ეს რაუნდი საკმაოდ თანაბარი იყო, რეალური საფრთხე არცეთ მხარეს არ შექმნილა. მეოთხე რაუნდის წინ ხაბიბმა პირდაპირ უთხრა მახაჩევსომ ეს რაუნდი უნდა მოეგო. ეტყობოდა, რომ მახაჩევი იღლებოდა, გარი კი სულ უფრო და უფრო მეტ თავდაჯერებულებას იძენდა. ამ რაუნდში აშკარა იყო, რომ გარის მახაჩევის თეიქდაუნების უკვე აღარ ეშინოდა. თუმცა რაუნდის შუაში მახაჩევმა მაინც მოახერხა ბრძოლის მიწაზე გადაყვანა. გარი გალიისკენ მიწოს და ფეხზე წამოდგა და ნამდვილი ხასიათი გამოავლინა, მაგრამ 2 წუთის მიწურულს მორიგი თეიქდაუნის შემდეგ ისლამ მაინც გალიას გააკრა. გარიმ კარგად დაიცვა თავი, თუმცა მახაჩევი დომინანტურ პოზიციაში დასჭა. მუხლებს უტყავდა და ქანს აცლიდა, მიუხედავად იმისა, რომ გარი ქვემოდან დატყვების დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ მეოთხე რაუნდი აშკარად გარიმ წაიღო. მეხუთე რაუნდის წინ მოდუნება არ შეეძლებოდა. მახაჩევს ეს რაუნდი უნდა მოეგო, რადგან საჯების გადაწყვეტილებაში დასწრუნებული ყოფილიყო. გარიმ სწრაფად დაიწყო და თავისი გრძელი ხელებით სუფთა დარტყმები გაატარა, მაგრამ მახაჩევმა ბევრი არ იფიქრა, ისევ თეიქდაუნზე წავიდა და ისევ ძის აღმოჩნდა. ჩემპიონმა ბოლოს და ბოლოს გარის ზურგი აუღო, რასაც გარი თითქმის მთელი ბრძოლის განმავლობაში ერიდებოდა. ისლამმა გილიოტინაზე წაიღო, მაგრამ გარიმ ჯიუტად დაიცვა თავი და საფრთხე მოიგერია. რაუნდის დასჩენილი ნაწილი ზურგზე გაატარა და უბრალოდ გადარჩენას ცდილობდა. ახლა კი უთვნილი პატივი მივაგოთ, ეს მართლაც კარგი ბრძოლა იყო. მახაჩევმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რატომ ნამდვილი ჩემპიონი, ხოლო იან გარის უცნაურმა ზრდილობამ ბრძოლის დროს ყველას გაოცება გამოიწვია, მათ შორის თავად ჩემპიონისაც. მთელი ბრძოლის განმავლობაში გარი უნებლი აკრძალული დარტყმების გამო ბუდიშებს იხდიდა და რაუნდებს შორის ჩახუტებას თავაზობდა. თითქოს ეს ომი კი არა მეგობრული სპარინგი ყოფილიყო. დანა ვაითი და მახაჩევი ორივენი საგონებაში ჩააგდო ასეთმა რბილმა მიდგომამ. თითქოს ყოველ რაუნდებს შორის იანი რაღაცას გეუბნებოდა, ჩახუტებას ცდილობდა, თავზე ხელს გადებდა. მეხუთე რაუნდის დასაწყისში ხელიც კი ჩაგიტყვა. დანა ვაითმა თქვა, რომ სულს ეგეთი რამეები და ურჩევნია უბრალოდ იჩხუბოთ. მართლა ვერ ხვდები ძმაო, ეს ბრძოლა ისეთი რამ არა, სადაც ყველა რაუნდში ერთმანეთს უნდა ვეხუტებოდეთ. ომში შევდივართ ერთმანეთის სახის დასამტვრევად. ყველა ჩემს მეტოქეს ვცემ პატივს, მაგრამ იანი არ ვიცი ზედმეტი პატივისცემით გამოირჩეოდა. განასთქმით გარიმ ისლამთან იმის გამო წააგო, რომ მკვლელის ინსტინქტი საერთოდ არ ჰქონდა. ფიქრობ იანი ნიჭიერი ტიპია, მეხუთე რაუნდში ოდნავ მაინც რომ ჰქონდა მკვლელის ინსტინქტი. იცით, ის მთელი ბრძოლა კორპუსში უტყამდა, ისლამს მთელი მარჯვენა მხარე და სახით დაჟიჟილი ჰქონდა. ბრძოლის დროს გამოსვლა, ჩახუტება და ხელის ჩამოთმევა რა არის, ეგეთი საქციელი ჭკუიდან ამშლის. როცა სასწორზე ამდენი რამდენს და თან ასეთი ფსიქოლოგიური თამაში მიდის, მეხუთე რაუნდში მფრინავი მუხლით ან რამე გიჟობით უნდა გამოხვიდე და ბრძოლის დაფინიშებას ეცადო. ვფიქრობ, ეს ისეთი ბრძოლა, რომელსაც იანი გადაახვევს, უყურებს და იტყვის, ნეტავ თავიდან გამაკეთებინაო. ბოლო რაუნდში რომ გამოსულიყო, მთელი ძალებით განადგურება და მოგება ეცადა, სულ სხვა ბრძოლას მივიღებდით. მერე კი ისლამს ისეთი ფეთქებადი შანსი მისცა, მან ეგრევე ზურგი აუღო, ზურგი რომ დაიკავა და ფეხები ჩაგედა, სულ ეს იყო რაუნდის ბოლომდე. გარი მაცხის შემდეგ ისევ ისაუბრა და თქვა, რომ ეს საღამო მისი არ ყოფილა. ჰეი ხალხო, დღევანდელი საღამო ჩემი არ ყოფილა, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. აგრად ვიჩხუბე, ისლამი უბრალოდ ჩემზე უკეთესი იყო ამ საღამოს და ეს ნორმალურია. ყველას ვისაც უყვარვა ხას მიჭეს და ჩემი პროგრესი უხარია, მინდა იცოდეთ, რომ დავბრუნდები. გული არ გამიტყდება, გონებრივად გაუტეხელი ვარ. 28 წლის ვარ, ახლახან ვეჩხუბე, ალბათ ყველაზე დიდ მებრძოლს, ვინც კი ამ სპორტში ოდეს მე გვინახავს და ბოლო წუთამდე მივედი. ჩემი თავითა და ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ. ვამაყობ ყველაფრით, რაც გავაკეთეთ. ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიეთ და ვინც გავხდი. ვერავინ შემაჩერებს. დღეს ჩემი საღამო არ ყო. ისლამ, შენ და შენს გუნდს გილოცავთ. საოცარი საქმე გააკეთეთ. მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა მაქვს იმის მიმართ, რაც ამ სპორტში გააკეთეთ. ეს პირადადაც გითხარი. დავბრუნდები. ამ სპორტში უამრავი მაგარი ბრძოლა გველოდება, რომლებსაც მოუთმენად ველოდები. დავბრუნდებით იმაზე უკეთესები ვიდრე ოდესმე. ყველანი მიყვარხართ, აბა წავედით ბიჭებო.
ახლა კი ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე უბრალოდ გადავალოთ თვალი რას ამობს MMA-ის სამყარო. ისევ კრიტიკის ქართ ცეცხლში მოხვდები, მაგრამ ჭკუიდან გადავდივარ. ამ ტიპის აცენაში მეტი არაფერია. ქვესაშუალო ზონაში საშინად მოსაწყენა ჭკუბობს. მის ჩემნია ქალთა MMA-ის სატიტულო ბრძოლებს უყურო ვიდრე ისლამ მახაჩევის სატიტულო ჭკუბს. იანგარის ამ ბრძოლაში იმ მაღალი დარტყმის გარდა არაფერი მიუღია. 25 წუთი იდექი გალიაში გასთან. ვიცი რომ იანგარიმ ისლამს მთელი ბრძოლის განმავლობაში სახე დაუჟეჟა. უბრალოდ მოსაწყენია ძმაო. მეორე რაუნდში თავში ფეხი მოატყა და გარდა ამისა 20 წუთის განმავლობაში არაფერი გაუგეთებია. აბსოლუტურად არაფერი გაუგეთებია. ესაა სიმართლე. როცა ისლამი ფეხში შევიდა, გარი მისი დაგდება შეძლო. მაგრამ ეს დაგდება მხოლოდ მაშინ მუშაობს ეფექტურად, თუ სპორტსმენი წაქცევის მცდელობას თავს ანებებს. რადგან ისლამ მახაჩევის აქცევაზე ხელი არ აუღია, მან მოახერხა და იანგარისთან მჭიდრო კონტაქტი შეინარჩუნა. ასე რომ, როცა გარის ზემოდან მოექცა ისლამმა, სწორედ მაშინ ჩაკეტა მისი ფეხები. ისევ ეს გააკეთეს. იმ ბრძოლაშიც კი, სადაც იანი შესანიშნავად გამოიყურებოდა, ისლამმა მაინც მოახერხა დაემტკიცებინა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. სანამ ისლამ მახაჩევი ქოსაშუალო წონის ტახტს იცავდა, დივიზიონი უკვე შემდეგ პრედედენტს ეძებდა. ამ მომავალი ვარსკვლავები კარლოს პრატესი და მაიკ მორალესი იმაზე კამათობდნენ, თუ ვინ იმსახურებს სატიტულო შანსს. მორალესის მეგობარმა კარლოს პრატეს შესთავაზა დეკემბერში მორალესთან ერთად შესულიყო გალიაში, თუმცა პრატესმა ბრძოლაზე უარი განაცხადა. იანგარი და მაიკ მორალესი UFC 330-ის მთავარი მოვლენის შემდეგ ერთმანეთს გადაეყარნენ და დაძაბული სიტყვები გაცვალეს. დარწმუნებული იყავ, რომ დარბაზში დაბრუნდები. არა, არ ვიცი. რა ისტორიაც არ უნდა, შეთხსა ჩემთან შეხვედრაზე, მე ასეთი რამ არ მახსოვს. ხომ იცი ეს? კარგად მისმინე. კარგი მებრძოლი ხარ. გამოდი, განაღზე მოგებები და ყველაფერს მიაღწევ. ამ დივიზიონში უზარმაზარი ბრძოლები გელოდება. მე ვარ პრატესია, ისლამია, გამოდი დაიჭუბე. ეს ლოგიკურია. ხეცი ხარ, ძლიერი ხარ. ეს ლოგიკურია. არაფერი ვიცი იმ ისტორიაზე, თითქოს შეგხვდი და რაღაც სისულელეები გელაპარაკე. ხომ იცი ამ სპორტში ხალხი ამ სისულელეებს ყოველთვის ამობს. მე კი ყურადღებას არ ვაქცევ. ამასობაში ისლამმა გალიის გარეთ საჩვენა ჩემპიონური გული როგორც დახბი და მან ტიბოთი დაავადებული ფანი ფილადელფიაში ჩაიყვანა, რომ ბრძოლისთვის ცოცხლად ედევნებინა თვალი. როგორ ხარ? კარგად, მადლობა, მიხარია შენი ნახვა. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა ჩამოსვლისთვის. როგორ არის საქმეები? კარგად ვარ. დღეს არენაზე მოხარ ჩემს მხარდასაჭერად? კი, მოვალ. გუშინ საღამოსაც ვნახე, უენების სახლში ვიყავი. საიდან ჩამოფრინდი? ორეგონიდან. რამდენი ხანი იფრინე? 5 საათზე მეტი. ძალიან კარგი, მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა ჩამოსვლისთვის. ეს ჩემი ოცნება ამისულე, უღრმესი მადლობა. მადლობა ყველაფრისთვის. საჩუქარი მაქვს შენთვის, ჩანთა სადაც UFC-ს ტანსაცმელია. ქოს თუ გინდა ყველაფერი. დიდი მადლობა ჩამოსვლისთვის. ბრძოლის შემდეგ შევხვდებით და გამით ფოტოებს გადავიღებთ. კარგი? ძლიერი იყავი ძლიერი ზუსტად. გარდა ამისა, ოფიციალურად გამოცხადა უზარმაზარი ბრძოლები UFC 333-ისთვის. მათ შორის ლორენ კავანა, რამზან თემიროვის წინააღმდეგ, ალექსანდრ ვოლკოვი, კუნიევის წინააღმდეგ და არლონ ალენი, აარონ პიკოს წინააღმდეგ. თუმცა მთავარი სიახლე იყო მეორე მთავარი ბრძოლა, სადაც ალექსანდრ ვოლკანოვსკი მოვსარყეულიოს დაუპირისპირდება. გვერდით კი პიოტრ იანისა და მერაბ დუვალიშვილის ტრილოგია შედგება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბრძოლას ვიღებ. როგორც იქნა ღმერთო ჩემო, მერაბ მაგარია. ჩემი ჭხუბია, მაგარია, დიდი მადლობა. ჩაცოში უნდა ჩავსვა. აბუ-დაბიში ვერ ვითმენ, ისე აღფრთოვანებული ვარ. უამრავი ქართველი ჩამოვა იქ, რადგან ამერიკაში ჩამოსვლა ჭირს. ვიზას ყოველთვის ვერ იღებენ. ბევრი ხალხი ევროპაში ცხოვრობს და აბუ-დაბიში მგზავრობა იოლია. I was just eating donuts. I was bro. They should have told you. What if you were in the bathroom? What if you were in the bathroom?
დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო მოგეწონათ, იცით რაც უნდა ქნათ. ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს და წინასწარ დიდი მადლობა ყველაფრისთვის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში დროებით.